მე ვარ დანიელ ზოიძე 8 წლის. ვსწავლობ პირველ საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთი, ცეკვა და ხატვა. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ცეკვა. 5 თვეა ვცეკვა მთაწმინდაში. მახსოვს პირველი დღე მთაწმინდაში რომ მივედი. არავის არ ვიცნობდი და ვნერვიულობდი. ჯერ გავიცანი ბაჭი მასწავლებელი და მერე ბავშვები. ძალიან მომწონს სიქაურობა და შემიყვარდა მთაწმინდა. ბაჭი მასწავლებელი არის მხიარული და მეგობრული. თავიდან ყველაზე უფრო მეტად გამიჭირდა ფეხის დაჭიმვა. ყველაზე უფრო გამიადვილდა ახალი ილეთის სწავლა. ჩემი საყვარელი ცეკვაა რაჭული. საყვარელი ილეთია ეს. მინდა მალე მქონდეს კონცერტი და ვიცეკვო დიდ სცენაზე. კონცერტზე ვინერვიულებ, მაგრამ მაინც კარგად ვიცეკვებ. მე მინდა მქონდეს შავი ჩოხა და ძალიან მომიხდება. ქორწილში ჩავიცმევ შარვალ კოსტუმს და აუცილებლად ვიცეკვებ. თუ ცოლს ცეკვა არ ეცოდინება, ვეცეკვები ცოლის მეჯვარს. ცოლს რომ მოვიყვან, ვიქნები 23 წლის. შვილებს დავარქმევ სანდროს და ტასოს. ჩემ ცოლს დავარქმევ ანიეტას. ცეკვას ვაპირებ 18 წლამდე. მე ასევე მიყვარს ფეხბურთი და ჩემ ძმასავით კარგად ვთამაშობ. თლათ მასე ვერა, მაგრამ ასეა ის და ასე ვარ მე. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია ქრისტიანო რონალდო. საყვარელი გუნდია ნაპოლი. მე რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე ფეხბურთელი. 4 წლის რო ვიყავი, მაშინ გადავწყვიტე ფეხბურთელობა. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი მომღერალი. სიმღერა ახლაც მიყვარს და კარგათაც გამომდის. ყველაზე ხშირად ვმღერი აბანოში. გულში ვმღერი ვარ და სიმართლეში ღმული გამომდის. მიყვარს ჩემი სკოლა, რადგან მყავს კარგი კლასელები და მასწავლებელი. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია დავით სახვაძე. ყველაზე ჭკვიანია ანა კალანდაძე. ყველაზე ცელქია დავით ფარტენაძე. ყველაზე ბედნიერი მგონია ანასტასია ორდენიძე. მე ვარ ყველაზე ნიჭიერი და მეგობრული. მეგობრობა არის გვერდში დგომა და სიხარული. მე ახლა მყავს 10 მეგობარი და მინდა მყავდეს 30 მეგობარი. ჩემი საყვარელი საგანია სპორტი. საყვარელი მასწავლებელია ციცო ახალაძე. იმიტომ რომ ლამაზია, მეხუტება, არ ყვირის და კარგად გვიხსნის გაკვეთილებს. ვისაც ვიცნობ, ყველაზე ბედნიერია. ბედნიერი იმიტომ მგონია, რომ სულ კარგ ხასიათზეა. ახლა მინდა ვიყო 13 წლის, იმიტომ რომ შევალ ფეხბურთზე. ჩემი აზრით ბავშვობა მთავრდება 6 წლის ასაკში. მომწონს დიდი რო ვარ, მაგრამ უკვე მენატრება ჩემი ბავშვობა. მე რომ კარგი ბიჭი ვარ, ეს არის დედიკოს და მამიკოს დამსახურება. მამიკო არის მხიარული, მშრომელი, უშიშარი და ვაჟკაცი. ძალიან მაგარი კაცია და არაფრის არ ეშინია. დედიკო არის ლამაზი, პრანჭია, თბილი და სულ მეხუტება. მე მყავს ყველაზე კარგი დედიკო და მამიკო მთელ დედამიწაზე. ჩემი ძმა არის 9 წლის და ქვია გაბრიელი. ის არის ჭკვიანი, მხიარული და მეგობრული. ჩემი აზრით გაბრიელი რომ გაიზრდება, გამოვა კულტურის მინისტრი. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავაჩენდი ნამდვილ მანქანას. 20 წლის რომ გავხტები, ვიყიდი თეთრ პრიუსს. დიდი ალბათობით ამ მანქანით მოვიყვან ცოლს. მე ასევე მიყვარს ხატვა და ჩემით ვისწავლე. ყველაზე ხშირად ვხატავ ბუნებას. ჩემი საყვარელი ფერია თეთრი და არ მიყვარს მწვანე. მე მაქვს ნიჭი და ხატვაში მივახწევ წარმატებას. წინა მონაწილემ დამიტოვა კითხვა, ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში. მე კოსმოსში გავფრინდებოდი ნიკოლოზ ბერიძესთან ერთად. ის არის ჩემი საუკეთესო მეგობარი. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. მისი სახელი რომ არ ერქვას, რა ერქმეოდა. მე დანიელი დამარქვა დედამ და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ დანიელი რომ არ მერქვას, მერქმეოდა სანდრო. ბედნიერება არის ცეკვა და დედიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.